ერთი ისტორია უნდა მოგიყვეთ, მაგარი გამახსენდა ეხლა და გაცინებთ რა და მოკლედ არ არსებობს გონი ადამიანის ცხოვრებაში, ვინც არ დაინტერესებულა და არ დაუსვიათ დიაგნოზი, რომ შენ ნევროზი გაქვს, ხო და მეც მომიწია ადრე ფსიქოლოგთან მისვლა გასაუბრებაზე და ველაპარაკება ქალბატონი არ მახსოვს ვისი სახელი ეხლა ველაპარაკება და ბოლოს დავადგინე რომ იმას უფრო ჭირდებოდა ჩემთან საუბარი და ლაპარაკი ვიდრე მე და იმას უფრო ნევროზი ქონდა ცხოვრებაში ვიდრე მე და 1 საათი უკურნალე ვესაუბრე ცხოვრებაზე ჩემს შეხედულებებზე დამემშვიდობა და კარგად იყავიო მითხრა ესეა რა რომ ყველას აქვს ნიჭი ყველა ადამიანში არის ნიჭი რომ შენი საკუთარი გონება აკონტროლო რეალურად ფსიქოლოგი არასდროს არაფერში არ გჭირდება არაფერში ეს არის შენი ქვეცნობიერი როგორ აღიქვავს რომ თუ დახმარება გინდა და ვიღაცამ რაღაც ისე მოგისმინა რომ შენი ტკივილი შენი სტრესი შენი ყველაფერი გულთან მიიტანა თვლი ამას რომ შენ უკვე ის ადამიანი გეხმარება მეც გეხმარებით ჩემებურად ყველას ნებისმიერ ადამიანს რომ ჩემებურ რჩევებს გაძლევთ მე ეს ყველაფერი გადავიტანე და ვიცი ვინც გაითვალისწინეთ ამ ყველაფერს ჩათვალეთ ერთი ნაბიჯი გადადგმული გაქვთ პოზიტიური ცხოვრების დაწყებისკენ, ანუ პოზიტიური განწყობის შექმნისკენ. თუნდაც შეიძლება ბევრი ვერაფერი ვერ დაგეხმაროთ, მაგრამ ელემენტარული შემილია რომ გაგამხიარულოთ. იმიტომ რომ ამის ნიჭი მაქვს. ხო და ესე ვფიქრობ რომ იმ ფსიქოლოგსაც უშველე და გონი აღარ დაჭირებია ვისვერე ფსიქოლოგი. თვით ქალბატონ ფსიქოლოგს. ასე რომ გაუფრთხილდით თავს გაუფრთხილდით და იყავით მუდამ პოზიტიურები და ბედნიერები. ცხოვრება არის ერთი წუთი. არასდროს არ უნდა გაფლანგო ნეგატიურ ფიქრებზე. არ უნდა დაკარგო დრო უაზრობაში. არასდროს არ დაკარგო დრო. აი ახალგაზრდებს მოუწოდებ იმდენ სისულელეში კარგავთ დროს. ისეთ რაღაცები აკეთეთ, რაც გსიამოვნებთ, რაც ბედნიერებას განიჭებთ, რასაც აი გავსცებთ ემოციურად. რაც თქვენ მოგწონთ ის აკეთეთ და არა სისულელეები. რო გავაწლები და დრო ყოველთვის როცა უკან მოიხედავ, მიხვდები რომ ძალიან ბევრი დრო დაკარგეთ უაზრობაში. ასეა, გაუფრთხილდით თავს, გაუფრთხილდით და იყავით ბედნიერები ნებისმიერ დროს და ადგილზე. თქვენ ხართ უნიკალურები, გახსოვდეთ, თქვენ ხართ უნიკალურები. წარმატებებს გისურვებთ.